შემოკარქება. მოგესალმებით, აი ესეთი დათოვლილი, ცივი, გაყინული, გათეთრებული და ძალიან ლამაზი აგარიდან მე და ტასიკო. გამარჯობათ. როგორ გიკითხოთ, შემოკარქება. მომენატრეთ გულით და სულით და უდიდეს მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. ტაქტისთვის, მონატრებისთვის, სიყვარულისთვის, დღესდილით ისეთი კომენტარი წავიკითხე, ისეთი კომენტარი წავიკითხე, აი 2-3 სიტყვა, მაგრამ ისეთი გულიდან წამოსული, რომ ვიფიქრე, რომ ცხოვრება გრძელდება. ჩემ გოგოებს და ბიჭებს უნდა დაუბრუნდე. და საერთოდაც ყველაფერი კარგად იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა წარიმართოს, ჩვენ ხო ქართველები ვართ და ყველაფერი კარგად გვექნება. შემოკარქება. მოგვითოვა, როგორც ხედავთ. წუხელის ქარი იყო, იცით როგორი, რომ აი მე მეგონა რომ თელ ჩემ სართულს მოწყვიტავდა და გაიტაცებდა. ჩაგვიქრა შუქი, არ გქონდა ინტერნეტი. ხო და ვიყავით ასე არ გვეძინებოდა დაკუსულები ვიყავით ამ გამათბობელთან. ციოდა და ესე შუშად აბრახუნებდა. აივანთან რო ტოტი გვაქვს, აი ეს როგორც იმაში საშინელებათა ფილმში ისე აბრახუნებდა ეს დათოვლილი ტოტი. მივდივართ ახლა აგარის ცენტრში. მანქანები დადიან ჩოჩვით, ჩვენც დავდივართ ჩოჩვით. იმიტომ რომ არის გაყინულ გალიპლიპებული ყველაფერი. აი ხა ის ხელი რომელსაც მიჭირავს ტელეფონი, მაგრამ ცერათიჩი შეგრძნება აღარ მაქვს უკვე ისეთ სიცივეა. -7 გვიჩვენებს, ღამე გვიპირებს -14. ასე წერია ყოველ შემთხვევაში და მივდივართ ცენტრში, ხან მაღაზიაში, ხან თონეში, ხან იმაში, მოკლედ წამოდეთ ჩვენთან ერთად. შემოკარქება, მართლა ძალიან მომეწონა. უამრავი შახალწლო, ეს რა სიმპათიურია. აბა რა აიღე ჩვენე? ორივე გინდა? კი. რომ პატარა მინდა შენ დიდი მოვწონს. ой, რა კარგია, ძალიან კაი, წამო. არა, არ მინდა, ეგეთი მაქვს 2 ცალი. აბა რა მოგეწონა? ალა ნეიტრალე. ესეთიც გვაქვს. ჩვენ ესეთი გვაქვს სტაფილოსფერი. ой, არ მომწონს ეგ ბაყაყისფერი. ჩაიდანი. მე მგონი უფრო იქჯობია. აბა ვნახოთ აქ რა ხდება. და. ხორცაკები ამათაც აქვს, მაგრამ მე გარანტიით მირჩევნია. ფოლგები და ქაღალდები, რომელიც ბევრი გვაქვს. Merry Christmas-ები. აბა რა ხდება აქ? რაღაცას მივაფარე კაცო. აბა რა? ბარბისისა? შენ აი ამას გიყიდი, აი. დაჯექი და იმუშა. აი ჩვენი ციმციმებიც აქ არის. ეს ფარდასავით რომა. ესა და ესა. დავედით, აისი. 2500 ნაწილიანი პაზლი აქვს. ღმერთო მე არ ჩემო. ვიცოდი მაგდანა თუ ჭრიდნას არ. 2500 2025-ში უნდა აჩუქო ადამიანს. მთელი წელი აყოფა. მოდი. გოგოებო და ბიჭებო, შევიძინეთ მილის შესაფუთი მილი. რომელიც დღეს უნდა წამოვაცვათ ონკანის მილს სადარბაზოში რომ არ გაიყიდოს. ახლა წავიდეთ, სწორედ მე თვითონ გავიდე. არა, მე იმას გეუბნები, მოგვიყევი. რა მოყვება? რასაც მიყვებოდი.
ოკეი. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოგონება დაკავშირებულია თოვლთან, ზამთართან და ბაკურიანთან. თოვნად მახსოვს. ხელი ხარ. ბაკურიანში ვიქნებოდი ალბათ 2 წლამდე, ხა ვიღაცა იტყვის რომ არ ახსოვს ხალხს 2 წლამდეო, მაგრამ ყველაფერი კი არ მახსოვს. აი ეგ ფრაგმენტი მახსოვს. რამდენი რაღაცას იტყვის, არ დავუჯეროთ. ყველანი ინდივიდუალურები ვარ, ზოგს ის გვახსოვს, ზოგს ეს გვახსოვს. ზოგს არა. ხო და მქონდა ციგა. და ეს რა ქვია. ციგას იქ ყიდულობდა ხოლმე დედაჩემი და მე იქვე ტოვებდა ციგა. იმ მაშინ სანატორიუმში. ამ ციგაზე ზედ ყვავდი დამაგრებული. მწოლი არა და ზედ მაძინები და. ოჰო, ბევრი იქნებს 25-ად. ოკეი. ახლა მენაბაში უფრო წამებად ჟღერს. არა. ჩემი ძილის დრო რომ მოვიდოდა ღამე დამიფენდა თბილად და იმითი რა ქვია თბილია ადიალა არ ვიცი როგორ არის ქართულად პლედი საფარი რაც გინდა თქვით იმითი გადამფუთავდნენ ხოლმე გადამკრავდნენ ხოლმე შარფით და მე ვიცი აი ასე ხელი მასავე ესე ხელები ესე მქონდა და აი ძილისკენ რომ მივდიოდი და აი ეს სითეთრე ყვითელი შუქები და აი ეს რაღაცა წითელ მწვანე ბრჭყიალებაში გადადიოდა ეს ყველაფერი და ვიძინებდი და მციოდა სახეზე მქონდა სახეზე მციოდა და ბებიაჩენი და ბაბუაჩენი მიმასრიალებდნენ და მიდიოდნენ ხოლმე სხვა სანატორიუმში ისვენებდნენ ბებიაჩენის და ბაბუაჩენის ესე რა ქვია მეგობრები თავისი ბავშვებით გოგა ბაჩუკი ძმები იყვნენ გოგა ბაჩუკი ორივეს ერთ სახელი მოუგონე მე გოგა და ბაჩუკი აგო დაგოები ხო გოგა ბაჩუკისთან და ესა მეორე დილით უკვე მეღვიძებოდა ხოლმე ლოგინში ჩვეულებრივად ისე რომ საერთოდ არ მახსოვდა როდის დამეძინა ეს არის ერთ-ერთი პირველი მოგონება მეორე მოგონება რომელიც აი ესე ძალიან ძველია ჯერ კიდევ ჯებირიან საწოლში რომ ვიწექი იმ პერიოდის არის დილით გამეღვიძა და მესა მომესმა ვანილის სურნელი მომესმა მეც არ მომწონს მეც არ ამგენია მოილალა ჩემთან ვამბობ მე მოილალა ჩემთან ხო და ესა აი როგორც ტომი და ჯერიში რომ მოდის ხოლმე სურნელი რო ჩანს რო ხედავ და აი ესა რა ქვია დედაჩემა დამინახა რომ გავიღვიძე მიმაგორა ამ ჩემი ჯებირიანი გორგოლაჭებიანი საწოლით სამზარეულოს მასთან რა ქვია კარებთან მან ხო კიბე გქონდა ჩვენ ორი კიბე ხო და აი ვიდექი და ვუყურებდი დედა როგორ წვავდა ტაფაზე ალადებს და პირდაპირ ლოგინში მომიტანა ეს ალადები ხელსახოცით და მახსოვს როგორ ჭამდი და აი ეს ვანილის სურნელი ეს ჩემი ბავშვობა აბსოლუტური სიმყუდროვე უსაფრთხოება ჩემთვის ასოცირდება გამომცხვართან და ვანილთან. იმიტომ რომ აი იმ წუთას ჩემთვის ეს ისიც რა იყო, აი ნირვანა. რო არ იცი რომ არსებობს დედამიწა რომელიც ჰაერში კიდია, რო ამ დედამიწაზე ადამიანებმა თქვა ვერ ისწავლეს და ომობენ, რო ადამიანები დაუნდობლები არიან, აი ჩემთვის იყო რაღაცა სამყარო რომელიც ჩემზე ზრუნავდა. დედა რომელიც ჩემთვის რაღაცა სურნელოვანს აკეთებდა და პირდაპირ კომფორტულად ლოგინში მომდიოდა ეს ყველაფერი ყველანაირი შრომის, გამოთვლების, სწავლის, ინტელექტის გარეშე. აი რაღაცა ის იყო პრისუთствие, როგორ არის ქართულად? აი ყოფნა ნეტარებას რო ეძახიან ეს ბუდისტები, აი რაღაც ესეთი იყო. ეს მეორე ეს არის და მესამე არის ჩემთვის და ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი და უთბილესი საახალწლო ისტორია. ამ მაგ პერიოდში მე ვიყავი უკვე მოდი გადავიდეთ აბა. ისეთი მოპრიალებულია ყველაფერი, რომ მანქანები დადიან მოცურების ტიპზე. ხო და არ მახსოვს რომელი წელი იყო და ამ მოგონებაში მე უკვე
დიდი ვიყავი იმასთან შედარებით, რაც აქამდე მოგიყევით. გავაწეროთ ხალხი. ვიყავი ალბათ 4 წლის. 4 წლის რო ყოფილიყავი, უნდა ყოფილიყო 83 წელი. მე მგონი რომ 4 წლის ვიყავი. არა მგონია 3 ყოფილიყო. იმიტომ რომ იქ უფრო კარგად მახსოვს. 31 დეკემბერია. მე თქვენთვის ნათქვამი მაქვს, რომ დედას და მამას ჰქონდათ ესეთი ბედნიერება, რომ მარტო ცხოვრობდნენ, არასდროს უცხოვრია ციდედრებთან, დედამთილებთან. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ალბათ იმიტომ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, რომ ძალ-ძალკე ცხოვრობდნენ. ხო და ჩვენთან ყოველთვის მეგობრები ირეოდნენ და იყო ესეთი ფუთფუთი და რაღაცა, მაგრამ რასაც ქვია ახალი წლის შეხვედრა 31 დეკემბერს ჩვენ ხვდებოდით ყოველთვის მარტოები. მხოლოდ ოჯახი. აი კონკრეტულად მაგ ახალ წელს ჩვენთან იყო ჩემი ნათლია მანანა დოლიძე, ჩემი უსაყვარლესი. არ უყურებს ინტერნეტს, არ იყენებს, თორე მოვიკითხავდი. და იყო იმიტომ რომ იმ პერიოდისთვის მანანა იყო მარტო. ანუ არ ყავდა ოჯახი, უკვე აღარ ყავდა დედა-მამა და ჯერ არ ყავდა შვილი. თავისი ოჯახი არ ყავდა ჯერ. ახლა დიდი ოჯახი აქვს. უკვე 2 შვილი ყავს. მაშინ და ეს არა ქვია, დედა და მამა ყოველთვის ეხვეწებოდნენ რომ მანანთან ჩვენთან წმინდაზე და ის კიდე იმდროინდელ პლეხანოვზე ცხოვრობდა და ყოველთვის ეხვეწებოდნენ რომ მანანა ჩვენთან დარჩი, ხო დეიდები ყავდა იქვე და დეიდებთან მიდიოდა ხოლმე და თან რატომღაც ესეთი მანანა ახლაც ესეთი ტიპია მორიდებული და იმ წელიწადს როგორ მოხდა არ ვიცი რომ დარჩა ჩვენთან და მე საშილად მახარებდა იმიტომ რომ მანანა მიყვარდა გაგიჟებით, აი გაგიჟები. ხო და მანანა თავის ჯინსებში. ჯინსები მაშინ ისეთი ხშირი ამბავი არ იყო და მანანას ეგეთი ჩაცმის სტილი აქვს. ეხლაც უყვარს ჯინსები და ჯინსებში თავისი ლამაზი დუბლონკით და თავისი განუყოფელი შარფით. ეს იცით როგორი შარფი იყო? რაღაცა ესეთი ორნამენტული. მაშინ ვის ქონდა ეგეთი? ხო და ნახე რა ლამაზია ეს უნელი, სასწაული, დათოვლილი. ცოცხლით ვაჩვენებდა. მოვიდა მანანა მასეთ ფორმაში. მოიტანა მანანამ თავისი ბოსტნეულის ტორტი. ბოსტნეულის ტორტი, რომელიც ეცდებოდა ჭახალი, სტაფილო, კარტოფილი და ლამაზად ჭრიდა. ამას თვითონ მხატვარი, არქიტექტორია, აკადემია აქვს დამთავრებული. დედაჩემის თანამშრომელი იყო და მამაჩემის ინსტიტუტელი. ხო და ორივე მხრიდან მეგობარი და მოიტანა ეს თავისი ულამაზესი ტორტი. ხო და ვართ ახლა აქ სახლში და ტელევიზორი ჩართული, ნაძვი ბრჭყვიალებს და სუფრა გაშლილი, ჩატეხვამდე იმდენი რაღაცა. ხო და ვართ ერთ სიცილში და ხორხოსა მე რა ვარ, მე რა მესმოდა ხა იმ იუმორი. იქნებოდი მაინც. ეს ჩემი მშობლები და მანანა იცინიან, ჩვენთან ყოველთვის სიცილი იყო, მაგან გადაგვატანინა 90-იანები. სიცილმა და ხარხარმა. ხო და დედა ჩემი რაღაცას ხრაკავს, წვავს, რაღაცა იქითური, აქეთური და წეველები იყვნენ 3-ვე. მანანა ისეთი დიდი არა, მაგრამ დედა ჩემი, მამჩემი წეველები იყვნენ და დედა ჩემს ის არა ქვია, ეხლაც არა აქვს მაგის ის არა ქვია, სინდის ნამუში. და ყველგან ეწევა სახლში, გარეთ, სულში მოკაბოლებს. და ესა, მამაჩემი ყოველთვის შემოსასვლელი კარების ეს იყო პატარა ფორტოჭკა ქონდა, ფანჯარა ქონდა გამოსაღებით, აი იმ ფანჯარის გარდა როსვავდა, ქეროქეიფობდა ზვაკაცებთან ერთად, მაშინაც კი არ ეწეოდა, არასოდეს. მხოლოდ იქ ეწეოდა ხოლმე და თავისი კოლხეთი ქონდა, კოლხეთი და აი ამ კოლხეთს ეწეოდა და რას ხედავს ამ ფანჯარასთან? ბორჯურზე ჩამოსხდნენ საბჭოთა სალდატის ფორმებში ჩაცმულები, ხაკის ფერებში, 2 წვრილ თვალება, აზიელები, ანუ ეს იყო ყაზახეთი, ყირგიზეთი, რაღაცა ესეთი. 31 დეკემბრის პატრული. ანუ სადღაცა ყაზახეთიდან 31 დეკემბერს გადმოხვეწილი ჯარისკაცები, აი 2 წლიან ჯარს რო იხდიდნენ, აი ესეთი ჯარის ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ უფილტროს. და ისე
ციოდათ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დამავიწყდა მთავარი მეცვა. თოვდა. რა თქმა უნდა. თოვდა, მე არ მახსოვს, ის პირველი თოვლი იყო, მეორე თოვლი იყო, მაგრამ მოფიფკული იყო იქაურობა. მისა ასფალტი. ციოდა, ხა ჩემ ბავშვობაში დამერწმუნებით, ხა მე 46 წლის ვხდები შემდეგ წელიწადს და ბავშვობაში, ჩვენ ბავშვობაში თოვლი იყო და ჩვენი მშობლები ამბობდნენ, რას ამბობთ, ჩვენ ბავშვობაში რო თოვლი იყო, ჩემ პატარაობაშიც უფრო შესამჩნევად მეტი იყო. ხო და ანუ გლობალური დათბობა დაგვეწყო, მე მგონი. დაგვეახლა. ხო და მამას ძალიან შეეცოდა, მამა ჩემს. რა თქმა უნდა, საწოდავია საიდანღაც გადმოხვეწილი, წარმოიდგინეთ, იმ წლის, იმ 31 დეკემბერს კიდე სადღაც იმავე წუთას ჩვენი ქართველი რაღაცა ყაზახეთში მსახურობდა და რაღაცას პატრულირებდა და ენატრებოდა ის საცივიც, ის გოზინაყიც, ის დედაც, ის ცოლიც, ის შეყვარებულიც და ის ღობეც, ის ჭიშკარიც და ის ყველაფერი. რა ადამიანობა იყო. მაკო შემოვარდა, მაკო ჩქარა და დედაჩემი უყურებს რა გჭისო, ჩაყარეთ და იქო ბიჭები არიანო. ისეთიო რა ქვია, წუნთვალება ბიჭები არიანო და მოდი რა მაკო რამეს გაუტანო და ისე კარგად მახსოვს. პარკი მოგეხსენებათ, აი ვინც ახალგაზრდები ხართ, აი ტასიკო შენ მაგალითად. ჩვენ გვქონდა პარკების დეფიციტი. ფერად ჭრიჭინა ლამაზნახატიან ცელოფნის პარკებს ერთმანეთს ჩუქნიდა ხალხი, მაშინ და საზღვარგარეთიდან ჩამოქონდა. ჩვენთან არ იყო ეგეთი ლამაზები და აი ეს ოქროსფერი პარკი მახსოვს ძალიან, უკვე საკმაოდ დაკუჭული იყო, ეთქმა დეჭმა, კარგ ახანს იხმარა, კარგ აქსესუარად, იმასავით ეჭირა. ხუთკაც საჩუქარი და წამოიღო უკან. შანელის ჩანთასავით დახონდა ეთქმა. აი მაგიმაში როგორ ყრიდა დედა ბროწეულებს, კარალიოკებს, ასხმულშირებს და ვაშლებს. როგორ იმაშვებოდა მანანა, როგორ ეხმარებოდა დაბრაწული ბარკლების ხელსაყოთში შეფუთვაში და არ ვიცი მე მგონი ყველაფერი ჩააზილეს და მამამ კოლხეთს დაავლო ხელი იმას რა ქვია პაჩკას მაშინ ესე ამბობდნენ და გაიქცა მამას ეცვა რუხი ფერის ჟაკეტი დიდი პლასმასის რუხი ღილებით აქ ჯიბეები და კამარი ქონდა ხო და სახლში ეცვა და იცით როგორი ისეცვა ფეხზე ასეთი გადაჯვარედინებული ფეხის წასაყოფი ჩუსტები ყავის ხო და აი მაგ ჩუსტებით გავარდა და გაეკიდა ისე კარგად მახსოვს რომ გაუღო დედამ კარი და მამა რომ გარბოდა ორივე ხელში რაღაცა რომ ეჭირა ესა რა ქვია აი მოფიფკულზე დერეფანი გქონდა ესეთი თაწმინდაზე სახლის წინ კარების წინ აი იმ დერეფანში ნაბიჯები დატოვა გარბოდა მამა და ესა რა ქვია თვალს მოეფარა მე ჩვენ მოუხურეთ კარები რა თქმა უნდა სიციოდა და ცოტა ხანში მოვიდა დაფიფკული ჩამოიფერთხა ესე ფეხები დააბარტყუნა დედამ ყვარდაგისველ დაუთხრა და მივეცი მაკო დავეციო ის ფეხებიო ხოჩანდაო ნაფეხურებიო და დავეციო არაფრით არ მართმევდნენო ხო და ესა მე ძალით მივეციო არ ვიცი შეიძლება არაფრის გამორთმევა ვერ გეტყვი და მიუცია ეს სიგარეტიც ეს პარკიც და ნუ რაღაცა აი ცუდეთი მოინწყო გაუთბათ იმ ბიჭებს გული შემოვიდა მამა უკვე ახლოს იყო ახალი წლისკენ ხო და იცით რას ვისროდით აი ესეთი მილები იყო პლასმასის არა ქაღალდის მილები თავში და ბოლოში ქონდა გადაკრული თხელი ცელოფანი ან კალკა შიგნით კანფეტები ვიყარა იცით როგორი კანფეტი როფრიალებს სილამაზისთვის საჭმელი კანფეტი კი არა ფერადი ისინი მარცვლები რაღაცა და ერთ მხარეზე ქონდა ბაწარი ასე უნდა გამოგეწია და პუხ გააკეთებდა და ჩაპლინი აშვება მაგას იმაში გოლდრაში ჩაპლინსაცა აქ ეგეთი ჩაპლინსაცა გუი მატარებელი მიდის ნახე გამოუშვათ მატარებელი არ დადიოდა ამ თოლთან დაკავშირები ხო და აი ესე აი მეებს ვისროდით ბენგალური ცეცხლები გქონდა ესეთი მაშხალები მართულებს რომ უკიდია ხოლმე არ გადავარდე არ ვარ ხო და ესა რა ქვია მე მეცვა წითელი ფეხსაცმელები ასეთი გადასაჭერი ქონდა კნოპკები ხო და რეიტუზები რო გვეცვა ხოლმე ადრე რეიტუზი მეცვა და აი ეგ მეცვა ქონდა ესეთი ჩვევა ყველას ქონდა ალბათ ბავშვობაში სადილის დროს ფეხზე ვიხდიდი ხოლმე მაგიდის ხო და არიქაო ჩქარაო თოვლის ბაბუა მოდისო
მოდისო, წამოვარდი, გავარდი და მანანა მომდევს ფეხსაცმელებით, მანანა დარიგებულია, რომ არ უნდა გამომიშვას, თორე ხო დავინახავ რომ თოვლის ბაბუა არ არის. მაკუნა ფეხზე ჩაიცვი და ჩამაწვა ფეხზე ეს კნოპკები შემიკრა თან ვეუბნე მანჯგარა წავა თან ვიცი ზუსტად ვიცი რომ თოვლის ბაბუასო ბებიაჩემ მითხრა სიმები აქ ყურებში გაბმულია და მე წარმომედგინა რომ ყურის ნიჟარაში როგორც ვიოლინოს და იმას გიტარას სიმები აქ არ ფასავს სხვა რა უნდა წარმოიდგინა და ესა აქო რა ქვია გაძლიერებული სმენა ხო და ესო აუცილებლად გაიგებსო შენ რომ მიდიხარო და დაიმალებაო შენ არ დაგენახვებაო მაგრამ მე მაინც იმედი მქონდა რომ დავინახავდი რა თქმა უნდა მე როცა მე მივაღწია ფეხსაცმელების შეკვრის შემდეგ ვერ დავინახე წასული იყო ხო და ესა მაჩუკა რა იცი თოვლის ბაბუა პლასმასის ჩამოსხმული თოვლის ბაბუა არის შიგნით იყო ფუღურო ისე იყო ჩამოსხმული ამ ფუღუროში ხელოვნური ტყავის ისიდო ესეთი ჩასადები რომელშიც იყო სამედიცინო ნაკრები ფონედოსკოპი თერმომეტრი პლასმასის სათამაშო და ესე იხვეოდა ეს ტყავი ჩალაგებული იყო ინსტრუმენტები და იხვეოდა და აი ეს დახვეული მე იყურებოდა ფრიცზე და შედებული იყო ამ თოვლის ბაბუაში ვაუ რა თქმა უნდა შეგნით იყო ჩურჩხელები ჩირები საიდან მოიტანა თოვლის ბაბუა მე ჩურჩხელა არ ვიცი ამუავლო თოვლის ბაბუა მისის კლაუსი მაშინ არ ყავდა ჩვენ სანტა კლაუსი და მისის კლაუსი ჩვენ მაშინ ყავდა თოვლის პაპა სვანეთიდან მოდიოდა იმიანი რა ქვია ჩოხა ახალუხი და ისეცვა ნაბადი ეცვა აჰა ეგ გააკდა თოვლის ბაბუას ლაპლანდიდან ჩამოსული აი ეს რო გავშალე და ეს თოვლის ბაბუა რომ მოუდგეს გვერდზე ამ ჩემ ნაძვს და გადავირიე ბედნიერებისგან რა მართლა აი ასეთი ამბავი ჩემო კარგებო ეს არის ჩემი საახალწლო ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოგონება რომელიც მაქვს მეხსიერებაში ჩალექილი ყველაზე საახალწლო ისტორია ჩემთვის როცა დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ ძალიან ახალგაზრდები, აი ძალიან ახალგაზრდები, ძალიან ხალისიანები. და რომ აი ის რა ქვია, როგორ დააპურეს შუააზიელი ჯარისკაცები და როგორ მომიტანა თოვლის ბაბუამ საჩუქარი. ისდები აი ისტორიაზე ახალ წელს აუცილებლად თვალებს დახუჭავ ხოლმე და წარმოვიდგენ ხოლმე რომ ვითომ იგივე ბავშვი ვარ და იგივე ამბავი მათე. და ძალიან კარგი. მე მგონი ამაზე ისტორიები მოვუშვეთ, თორე ტასოს გაეყიდა ხელფეხი. წავედით. მოყახე. Pipki tetri Moghrinavs pipki tetri Atasi gana erti Kheriam chumav tventis Pipkebi Natvales pipki nabas Pipkevshi tsinas chaba Say